სიცხე მაქვს კიდე. რაღაცნაირად ვეპარ. მოდუნებული ვარ ძალიან და ახლა რამდენს ვილაპარაკებ, მაგაზე შემეტყობა რომ ძალიან მოდუნებული ვარ. სოციალურ ქსელებზე ვფიქრობდი, დღეს დილის Facebook-ზე გადავედი და რაღაცებს ვსკროლავდი, ხო და მერი სოციალური ქსელი ვარგა საერთოდ. TikTok-ი არ ვარგა, Instagram-ი არ ვარგა, Facebook-ი საერთოდ სადა. YouTube-ი არ ითვლება, იმიტომ რომ ეს სხვანაირი ქსელია. TikTok-ი ძალიან ტოქსიკურია და მაგის სკროლვა ტვინს ალპობს. Instagram-ი კიდევ უფრო ტოქსიკურია. Instagram-ი ვიდეო ძალიან ტოქსიკური, რომ ისე იქცევა თითქოს ტოქსიკური არა და მაგიტო უფრო საშიში. TikTok-ზე ყველა ამბობს, რომ ტოქსიკურია, TikTok-ი არ ვარგა, TikTok-ზე ბევრი ჰეითი. TikTok არ მალავს მაგას, რომ ტოქსიკურია. TikTok-ი არ მალავს, რომ არ ვარგა. Instagram-ი სხვანაირად ინიღება. Instagram-ი მაინც უფრო მიღებულია, ვიდრე TikTok-ი. ასე მგონია მე ახლა ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ჩემი მოსაზრებაა და ვინმე თუ არ მეთანხმებით, ნუ მეთანხმებით. ხო და Instagram-ი ბევრად უარესია TikTok-ს. Unpopular opinion. მე როცა მქონდა ეს სოციალური ქსელები და მქონდა კი არა, ყველაფერი მქონდა საერთოდ, ყველაფერს ვსკროლავდი და იყო პერიოდი, როცა სკროლის მე საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი. TikTok-იც წავშალე, Instagram-იც წავშალე, Facebook-ი დავიტოვე, იმიტომ რომ Messenger-ი მჭირდებოდა. ხო და Messenger-ი მჭირდება, რომ ვიღაცებს მიწერო, ახლა ის ხო არ ვარ მართლა. ჩემს თავს რომ დავაკვირდი, როგორც კი Instagram-ს გადმოვწერ, არ გამომიწერია კაი ხანი, მაგრამ ზოგჯერ მჭირდება რაღაცებისთვის და შევდივარ ხოლმე, რომ ვსტალკოს ხო. ხო და ანუ ხვდები რომ ეგრევე ჩემი თვით შეფასება ეცემა, ჩემი ნერვული სისტემა ნერვიულობს, ცუდად ვარ, ვიღაცა რომ მოგზაურობს, ვაი მესმიდა მოგზაურობა, ვიღაცა რომ მაგარი კაბათია, მესმიდა მაგარი კაბა და ისეთი უაზრო აზრები შემოდის ჩემს თავში, ისეთი უაზრო ფიქრები მიბურღავს ტვინს, ერთხელ რომ ვსკროლო და ერთხელ რომ მივიღო ეს უამრავი ინფორმაცია, შეიძლება მაგ ინფორმაციას გადააუღო. და კიდე TikTok-ი მეტოა ცუდი რომ სკროლავ. იმდენი ინფორმაცია შემოდის, შეიძლება ვიღაცა ცეკვავდეს უბრალოდ და რაღაცა ტანცი-მანცი იყოს ის. ინფორმაცია შემოდის იმ ადამიანზე, რომელიც ცეკვავს, იმ სიმღერაზე, იმ მუსიკაზე, რომელზეც ცეკვავს, როგორი ფრჩხილი აქვს, როგორი თმა აქვს, როგორი ტუჩი აქვს, როგორი ცხვირი აქვს. ამ ინფორმაციას გადამუშავების საშუალება არ აქვს. და ამდენი გადასვლა, სკროლა, დილას გაიგუძებს. სკროლავ, მერე შუა დღეს სკროლავ, მერე ჭამ და თან სკროლ. ძინავს და ხელში ტელეფონი გიჭირავს, იმიტომ რომ სკროლის დროს დაგეძინა. რამდენჯერ დამძინებია ტელეფონით ხელში სკროლის დროს. თუდია რომ აი ეს თეთრი ხმაური რაც ჭირდება ადამიანს რომ რაღაცა ბექგრაუნდზე უნდა ისმოდეს ყოველთვის, რაღაც თეთრი ხმაური, რომ შენ მშვიდად იყო. იმიტომ რომ მარტო ყოფნა და სიჩუმეში ყოფნა და შენს თავთან ყოფნა და აი ეს არ შეგიძლია. და მედიტაციები please. მედიტაციას კიდე სკროლაჯობია. ხო და ძალიან ბევრს ვსკროლავდი და როცა არ ვსკროლავდი, ვფიქრობდი რომ აუ რამდენს ვსკროლავ მეთქი. ხო და რაღაცა კაი რაღაცას ვამბობდი და დამავიწყდა. აი ტვინიდან გამიფრინდა. ნელა. ჩემ ფიქრი ნელა არ დაფრინავს. რაცხადე ინგრა. ხო და როდესაც ბევრს ვსკროლავ, მე რა თქმა უნდა კომენტარებს ვკითხულობ, იმიტომ რომ კომენტარი არის ყველაზე fun გამოცდილება. შენს მეგობარს უგზავნი და მე ერთად იცინეთ ამაზე. ამ სკროლვა, კითხვა, გადაგზავნაში ვერ ხვდები შენს ათხარ. ვერ ხვდებოდი რა იყო ჩემი აზრი, ვერ ხვდებოდი მე რა მომწონდა, ვერ ხვდებოდი მე რა მინდოდა. და ჩემი ტვინი ავტომატურად კი ან არა რეჟიმზე იყო. ეს ინფორმაცია მომწონს? კი. ეს ინფორმაცია არ მომწონს? არა. რატომ ყუთი არ მქონია ტვინში? რატომ ფილტრში არასოდეს არ გადიოდა ეს შემოსული ინფორმაცია? რაღაცა დებილობას რომ მოусმინე TikTok-ზე, relationship coach-ი, ყველაფრის coach-ი არსებობს, ახლა ყველაფერში გწვრთნია. ძალიან ამბიციურია ჩემი აზრით, მწვრთნელი რო ხარ და რაში წვრთნი? შენ გაწვრთნილი ხარ? ხო და მე მიჭირს მაგალითად ეგეთი ადამიანების ნდობა. სკროლის დროს ადამიანს ტვინი აქვს დაბლენდერებული. გამიჭირდა სკროლისთვის თავის დანებება, ეს იყო ჩემთვის სული კოშმარი. ფილმებს და რაღაცებს ვუყურებდი Facebook-ზე. ხო და სხვა გამოსავალი ვიპოვე და ეს ყველაფერი წავშალე და გადმოვწერე Twitter-ი, უბრალოდ X-ი. და არ თქვა ამ კაცმა X-ი არ მესმის, ანუ ეს მინიმალისტური რაღაცები არ შემიძლია. ყველაფერი მინიმალისტური რაფერაა. სახლის დიზაინი მინიმალისტურია, მაკიაჟი უკვე ეს არის მაკიაჟიც მინიმალისტური გახდა. სუფთა გოგოს მაკიაჟი. მაკიაჟი მგონი არა ქართული სიტყვა. ხო და ქართულად ქვია ფერუმარი. იქნება სუფთა გოგოს ფერუმარი. ხო და Twitter-ი ჯერ ძალიან კარგად ხვდება ყურს. და მერე კიდე ის ლოგო რაც ჰქონდა ჩიტი რო იყო და რო დაფრინდოდა. ძალიან საყვარელი პატარა ჩიტუნა იყო. ხო და აუ რა მოქოქილი ვარ. ახლა ცოტა დემიღალე. ხო და გადმოვწერე Twitter-ი.
Twitter-ი რომ გადმოვწერე, აღმოჩნდეს სრულიად ახალ სამყაროში. Twitter-იდან მოდის განცხადებები ტრამპის, მასკის, იმის, ამის ყველასი. ვაუ, Twitter-ი რა მაგარია თქო. იმ ყველაფრის ხოლმე ხო თავი დავანებე. ცხოვლავდი Twitter-ს. დანაშაულის შეგრძნება არ მქონდა, იმიტომ რომ თავი ძალიან მაგარი მეგონა, რომ ერთად Twitter-ი მაგ გადმოწერილი და ნამდვილ ინფორმაციას უყურებ და ნამდვილ ინფორმაციას უსმენ. მაგრამ ამ Twitter-მა კიდე უარესი მიქნა. იმიტომ რომ ნამდვილი ინფორმაცია იმ ცრუ ინფორმაციაზე უარესია. Twitter-ი კიდე უფრო ტოქსიკური აღმოჩნდა, ამის თქმა მინდა რა. Twitter-ი არის სერიოზულად ტოქსიკური და TikTok-ი არასერიოზულად ტოქსიკურია. მე რო ვიცეკვე და ვიღაცა მითხრა ცუდად ცეკვავო, ახლა არაა სერიოზული. ვიღაცა რომ რაღაც სერიოზულ პრობლემაზე წერს, კიდე ვიღაცა სერიოზულად პასუხობს და სერიოზულად აჰეიტებს, აუ, მაგის ნერვი ვისა. ხო და წავშალე ესეც და დავრჩი ყველაფრის გარეშე. უკვე ცუდად რომ ვიყავი სქროლის გარეშე, რაღაც დებილობა თამაშებს ვიწერდი ტელეფონში და ვთამაშობდი. არ მითამაშია არაფერი, არ მიყვარს ვიდეო თამაშები. ამ პიცას ვაკეთებდი და ვყიდდი ამ თამაშს. საბოლოოდ ეს თამაშებიც წავშალე. ახლა მთელი დღე რომ დავჯდე და რომ ვსკროლო, შეიძლება ცუდად გავხდე, ანუ უკვე ვეღარ ვსკროლავ. დავიწყე ქსოვა.